მოგესალმებით მეგობრებო, ყველას დღეს ჩვენ ამ ვიდეოში უნდა ვითამაშოთ Steam-ზე Brainrot-ი და დღეს ჩვენ გვექნება ამ ვიდეოში admin abuse-ი. გარდა მაგისა, დღეს ჩვენ უნდა შევაფასოთ ედიტები, რომელიც გათამაშების დროს გაგვიკეთეს და გამოვაცხადოთ ჩვენი 6-7-ის გამარჯვებული. სანამ ვიდეო დაიწყება მეგობრებო, ჩემი თქმა იქნება რომ დაალაიქოთ, ასევე გამოიწევოთ ჩემი არხი და რაც ყველაზე მთავარი გააქტიუროთ ზაისღილაკი, რომ აღარ გამოჩნდეს გავის ტიპის ვიდეოები. თხოვნა რომ ასევე შემოხვიდეთ ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. მეგობრებო, წინასწარ ვიქნები მადლობელი, ვინც მაგას იზამს. ასევე ცოტა თუ ხმა მაქვს შეცვლილი, არ შემჩნევთ, რადგანაც სიცხე მაქვს და ყელი მტკივა. ასევე მეგობრებო, დღევანდელ აპდეიტში გვექნება ძალიან საინტერესო აპდეიტი, რადგანაც ემატება მეგობრებო dueling მექანიკა, რომელსაც მეგობრებო მე თუ მკითხავთ ძალიან საინტერესო აპდეიტი იქნება და admin abuse-ის მერე დავტესტავთ აი მაგ duelings. ხო, ასევე მეგობრებო, ფიქრობ რომ ამ აპდეიტში არანაირი fuse-ი ან crafting-ი არ გვექნება. ასევე მეგობრებო, სანამ ვიდეოს გავაგრძელებდეთ, მინდა რომ ყველას მადლობა გადავუხადო, ვინმეც Steam-ში რაღაცები დამიგიფთეს და აი აგერ გამოჩნდებიან ახლა ყველა. ასევე თქვენს თუ გინდათ რომ ასე ვიდეოებში გამოჩნდეთ ხოლმე, შემეხმიანეთ, სიამოვნებით. სანამ abuse დაიწყო, ასევე მეგობრებო, მოდი გავხსნათ ჩვენი Rainbow Secret Lucky Block-ი, რომელიც early build-ზე ავიღეთ და რამე მაგას თუ დავაგდებთ, ძალიან ბეფუს გააკეთეს თან, რადგანაც Rainbow ადევს და თქმა უნდა წესის Lucky Block-იდან არ უნდა ველოდებოდით ხალხო, აი ძალიან ცოტა იქნება ხოლმე შანსი. ასევე ჩემი მესამე alt account-იც გამზადებული მაქვს ახლა და შემდეგ ვიდეოზე unboxing-ი გვექნება და შეიძლება მაგ unboxing-ს თან რამე მივაყოლო მაგ ვიდეოში, ან დუელი, ან კიდევ ერთი გათამაშება ან რაღაცა. გათამაშებაზე გამახსენდა. მოკლედ დადგა დრო რომ გადავძმა? admin abuse-ის სემი მე მგონი ადრე დაიწყო. არ არის პრობლემა ხალხო. არ არის. მაინც გამოვაცხადებ ჩვენი გათამაშების გამარჯვებულს და ამასთან ერთად ასევე გაგითამაშებთ 600 Robux. მოკლედ, სადღაც დაახლოებით 1-10 დღის წინ, ყველაზე მაქსიმუმ 20 დღის წინ დავდე ვიდეო, სადაც საუბრობდი რომ ვათამაშებდი 6-7-ს და წესები დავასახელე, მაგრამ მთავარი წესი იყო ის, რომ უნდა გაგეკეთებინათ რამე ედიტი. მოკლედ, მთელი ეს დრო მოვიდა მარტო 4 ედიტი, მაგრამ ეგეც საკმარისია და მოდი დავიწყოთ ყველა შეფასება. ასევე მაგაზე გამახსენდა პირველი ედიტი, აი ყველაზე პირველი ედიტი, რაც ჩემ თავზე გაკეთდა, მაგას რო ვეძებდი, მის არხზე წაშლილი დამხვდა. არ ვიცი რატო წაშალა ედიტი, შეიძლება არ მოეწონა რაღაცა, მაგრამ შეიძლება რომ მოიგო, მაგრამ წაშლა და არ ვიცი ხალხო. ეგ ჩემი საქმე უკვე აღარ არის თუ რატო წაშალა იმან ედიტი, მაგრამ თუ არ გამოჩნდა ამ ვიდეოში მისი ედიტი, არ გაგიკვირდეთ ხალხო, უბრალოდ ვიდეო დამხვდა წაშლილი. ამიტომ მოდი დავიწყოთ ახლა მეორე ედიტი შეფასება, პირველი წაშლილი დამხვდა. აი ედიტი ჩანს, მაგრამ მიხვდებით რომ ტემპლეიტით არის ეს ედიტი გაკეთებული, მაგრამ არაუშავს, რადგანაც მე ვთქვი იმ გათამაშების ვიდეოში რომ შეგიძლიათ თუ გინდათ ტემპლეიტი გამოიყენეთ მერქი, ვისაც ედიტი არ შეუძლიათ თქო, ამიტომ დიდ პრობლემას ეგ არ ქმნის. მოდი გადავიდეთ მალამდე მეორე ედიტზე. რაც შემილია აი ამ ედიტზე თქვა არის ის რომ ძალიან მომეწონა ეს ედიტი თან იმნაირი ედიტია, რაზეც ვიძახდი რომ გამოიყენეთ ვისაც გინდათ მეთქი, ძალიან მომწონს მეთქი ეს ტრენდი და მართლა ვიღაცამ გააკეთა. ასევე რაღაც პოზების გააკეთა ჩემი ავატარისაც, კარგია და შეიქებისა გამედიც და ასევე მეგობრებო, ედიტს ადევს გლიჩ ეფექტი. გლიჩ ეფექტი მეგობრებო, ძალიან მაგარია, ეს მომეწონა. ხო და რა ვიცი მეგობრებო, მთლიანობაში ვფიქრობ რომ კაი ედიტი არის ეს და მოდი ახლა გადავიდეთ ბოლო ედიტზე და მე შეფასება დავიწყოთ. don't say that cut მომედიცა შემიძლია თქვა არის ის რომ
ბევრი შეიქები და რაღაცეები. აი შეიქები არ ადევს, მაგრამ თვითონ მუღამში მაინც შედიხარ ისეთი მუსიკა და აი კლიპები და რაღაცეები ადევს რა. აი თვითონ გაერთობისავით, აი დასაწყისშიც ეხლა რა მაგარი კლიპი იყო, აბა დააკვირდებოდით და ბოლოში ჩემი აზრით გამოიყენა AI და რაღაცეები. ხო და რა ვიცი მეგობრებო, ალბათ დრო არის რომ გამოვაცხადოთ ჩვენი გამარჯვებული აი ამ გათამაშების. და გათამაშება მეგობრებო მოიგო, არ ვიცი. ნუ ეგრე გამოვიდა, არ ვიცი რომ მოიგო, რადგანაც ყველასე დიდი მომეწონა ეხლა უყურე და არჩევა არ შემიძლია ეხლა რომელი მოიგებს. ამიტომაც რასაც ვიზამ არის ის რომ დავდე მეგობრებო პოსტს სადაც სამივე edits ასე რომ თქვა არჩევნებში გამოვაცხადებ და რომელსაც ყველაზე მეტი ხმა ექნება მაგ edit-ის ავტორი მოიგებს 6-7-ს ჩემი ბაზიდან. ასევე მეგობრებო თქვი ასეთი რაღაცა რომ ამ ვიდეოში უნდა ვილაპარაკო მეორე გათამაშებაზეც. მეორე გათამაშება უკვე იქნება 600 რობუქსზე, მაგრამ ნუ მაგაზე კი ვისაუბრებთ ამ ვიდეოში და ეს ვიდეო clickbait-ი არ არის, მაგრამ მანამდე მეგობრებო, როგორც ყოველთვის თუ არა ორ ვიდეოში ერთხელ წავიკითხავ მეგობრებო ჩემი გამომწერების კომენტარს, რომლებიც ჩემ ვიდეოებზე დატოვეს. ასევე გვექნება ადმინაბრიუსის განხილვაც, ორივე ერთად რა ფაქტობრივად. მაგრამ მეგობრებო, როგორც კი კომენტარების განხილვას დავასრულებთ, აი მაშინვე დავიწყებთ გათამაშებაზე საუბარსაც. მოდი ახლა დრო რომ არ დავკარგოთ, დავიწყოთ პირველი შეკითხვით, რასაც ჩემი გამომწერები მისვამენ მე კომენტარებში. მე არ ვიყავი დამოუწყდა და დამეძინა მე დილას ჩემ თავს ვაგინე ყველაფერი რა შემეძლო გულშიო. ბრო არ ვინაბიუზია აქ ამ ადამიანს საუბარი. გამორჩა და თავის თავს აგინა მაგის გამო. დიდი არაფერია ზმა. ყოველი სამშაბათი სამნაბიუსის გამოტოვება მიწევს ხოლმე სკოლის გამო. და სამწუხაროდ კიდევ ვიწყება სკოლა და კიდევ მომიწევს ახლა სამშაბათი სამნაბიუსის გამოტოვება. მაგრამ ჩემ თავს არ ვაგინებ. ამიტომ დაიკიდე რა ერთი ადმინაბრიუსი თუ გამოტოვე. არ არის ეგ დიდი ამბავი. Okay, next comment, brother. რა გიყვარს თილე ბრეინროჩიო. ჩიკლა ხელი მკივას დედა. კაი, შემდეგი კომენტარი ხალხო, ნახოთ რა არის. გიფტებს ატოვაჩვენებ ყველა ვიდეოში. ნუ ასე ვთქვათ, ითხოვენ ხოლმე ხალხი და მაგის გამო აი მის შუქნის ყველა ითხოვს მაგას. გამოჩენის სახით, ამ პიარის სახით ან რაღაც ეგეთ სახით ითხოვენ რა. და ეგ არის მიზეზი თუ რატო ვაჩვენებ ყველა ვიდეოში გიფტებს. კაი, შემდეგ კომენტარზე გადავიდეთ, აბა ხალხო. რა კაი ხმა გაქვო. ბრო, მე რამდენი ხალხი მეუბნება მაგას იმის შემდეგ რაც ვიდეოების გაკეთება დავიწყე. ნუ ახლა შეიძლება კარგი ხმა მქონდეს. შეიძლება ეგეც. მაგრამ ბავშვობაში ძალიან ცუდი ხმა მქონდა და შემიძლია მოგასვენინოთ. თუ ეს ვიდეო ავა 200 ლაიქზე. ისი არა ხალხო, მართლა ძალიან ცუდი იყო, ამიტომაც უნდა დაალაიქოთ ეგ ვიდეო და 200 ლაიქზე აიყვანოთ. თუ ავა ეს ვიდეო მეგობრებო 200 ლაიქზე, შემდეგივე ვიდეოში გაჩვენებთ ჩემ პატარაობის ხმას და ერთად-ერთხელ დაგასპოილერებთ თუ როგორი ხმა არის. აი ძალიან წრიპინა ხალხო, აი როგორ აგიხსნათ. იმენა გაწრიპული ხმა რა და 40 წამში უკვე დუელინგ მეჩინი და ადმინაბრიუსი იწყება. წავიკითხოთ უკვე შემდეგი კომენტარი და მე მგონი დუელინგს დავტესტავთ. ნუ ბოლომდე არა. ადმინაბრიუსის მერე მთლიანად გვექნება დუელინგის ტესტინგი თუ როგორი არის ეს დუელები. მაგარი ხარ და წარმატებებს გისურვებო. გაიხარე, მადლობა ამნაირ კომენტარებს რომ იწერ. შენს მაგარი ხარ, აი ამნაირ პოზიტიურ კომენტარებს ვოწეთ და ყველა მინს ეგეთ კომენტარებს წერთ. ყველანი ჯიგრები ხართ, რა ჩათვალეთ. კაი, შემდეგი კომენტარის ნახვის დრო აღარ დავშვა, რადგანაც 10 წამში უნდა ვნახოთ UI დუელინგის მეჩინეს. ნუ დუელის მექანიკის UI. UI რაც არის ის ღილაკები და რაღაცები რო არის ეკრანზე. და მეგობრებო, გამოვიდა ჩვენი დუელის მეჩინე და ვნახოთ, აბა. გლობალურად შემიძლია ხა გავაგზავნო. კაი, გამორთოთ მოდი ეს და მე ადმინაბრიუსის მიერ დავტესტოთ ჩემი ალტი აკაუნთით. ამასობაში სემიმაც მოგვესალმა, hi everyone-ო, hi სემი, hi მოგვენატრე. და ამასობაში წავიკითხავთ შემდეგ კომენტარსაც, თუ ლაკი ბლოკების დასპავნებას არ აპირებს ჟე და ვიღაცა მიგზავნის უკვე. აუ, ეგ გლობალური ღილაკი თუ რაღაცა რო არის, აი მაგის გამო მიგზავნიან ახლა. აუ, იმედია ახლა სეტინგებში ითიშება, თუ ყოველ ვიდეოში ხა ეკრანზე გამოჩნდება ხოლმე ეს ინვაითები და რაღაცეები. უცხოელებისგანაც და ქართველებისგანაც.
მაგრამ მაგის გადამოწმებას ახლა არ ვაპირებთ. აი ამ ადმინაბრიუსის მე აი ვიდეოს მომორჩებით, მე გადამოწმება და შეიძლება გავთიშო თუ აქვთ. აი მოდი ნახოთ შემდეგი კომენტარი თუ რა კომენტარი დაგვიტოვეს. მაგარი იუთუბერი ხარ. იო, thank you ჯიგარი ხარ. მოწონს ამნაირ კომენტარებს მომიტოვებთ და მადლობა დიდი ყველას, ვინც ამნაირ კომენტარებს ტოვებს. ვაფშე ადრე რო ვიდეოებს ვიღებდი ეხლა ნახევარზე მეტი წაშლილი მაქვს აი ბავშვობაში ესეთი კომენტარები კი არა კომენტარები ვაფშე არ მქონდა მაგრამ ახლა კომენტარებს კი არა იმენა პოზიტიური კომენტარების ნახვა მივაღწიეთ და ჩემთვის მიღწევა არის ეგ აი უდიდესი მიღწევა ამის გამო უდიდესი მადლობა თქვენ რა თქვენ და თქვენი ეგეთი კომენტარები რომ არა შეიძლება კაი ხანი დამენებებინა ვიდეოების დადებაზე თავი რა და ასეთი ვიდეოები აი აღარ დამედო და мотивაციას ვაფშე უკვე გამქრალი მქონოდა. ამიტომაც თქვენ გამო არ ახლა აქ თქვენ რო არა მე არ ვიქნებოდი როგორც წერან თქვი. და მალე ასევე 2000 გამოწესეც ავდივართ. როგორც კი 10000-ზე ავალთ face reveal-ი დაიდება. ბიჭო ლაკი ბლოკები დასპაუნდა დაიცა შეაგდოს ეხლა ჩემ alt account-მა და მეორე alt account-ზეც უნდა მივხედოთ ლაკი ბლოკებს. უი შემდეგ ვიდეოში unboxing-ი რო ექნება ლაკი ბლოკების თან გვექნება Rabbit-იც ორივე account-ზე. ხო და შემდეგ ვიდეოში მოვიფიქრებ რაზე გადავიღოთ ვიდეო და გიჟუბები გელოდებათ თან Rabbit-ი იქნება თან unboxing-ი და თან მესამე რაღაც. რასაც ჯერ კიდევ ვფიქრობ და მე მგონი იდეები აღარ მაქვს, მაგრამ იმედია მოვიფიქრებ რამე მაგარ იდეას. უი ასევე მეგობრებო, trading-ს აღარ დავდებ ხალხო, მოვარჩა უკვე ეგ ეპიზოდები. მივაღწიეთ ის მიღწევასაც გვიმოვდით. დავიწყეთ ბრეინოტი დრაგონი არ არის, მაგრამ დრაგონზე უკეთესი არის. კეტუბატი, რომელიც აკეთებს 500 მილიონს. უი, სანამ მაგ ტრეიდინგზე დავიწყებ ლაპარაკს, მოდი unboxing-ს უყოთ. ჯერ 3 ლაკი ბლოკი გვაქვს მარტო, მაგრამ მაინც. აუ, ეხლა იმ ლაკი ბლოქში 6-7-იან ლაგრანდეო დაიგდო, ბევრს გააკეთებდა ძმა. აი, წესიელი ვერაფერი დავაგდეთ, ამიტომაც მოდი გავაგზავნოთ იმ ტრეიდინგის ამოზე. საუბარი თუ რა მოხდა და რატო ან როგორ მივიღეთ ეგ 500 მილიონიანი კეტუბატი და მოკლედ ალბათ მოგეხსენებათ რომ წინა ვიდეოში ტრეიდინგის ვიდეოში ყავდა მეგობრებო ვიღაც ჰაკერი რომელმაც ლოს სპუკი გრანდი ამახია რა ეგ ვიდეოშიც ჩანდა მაგრამ ვიდეოს გარეთ კიდევ მოხდა რაღაცეები სამწუხაროდ მოხდა ის რომ ამახიეს ჩემი 300 მილიონიანი ლოს კენდი რომელიც ნაჩუქარი იყო და გამიტყდა იმედია ვის მაჩუქა გაბრაზებული არის ჩემზე ვაფშე და თუ ამ ვიდეოს უყურებს და გაბრაზებული არის ბოდიშიო დავკარგე ეგ ლოს კენდი რომელიც 300 მილიონს აკეთებდა ასევე მეგობრებო ამახია 250 მილიონიანი მიეტეტერა რა მაგრამ ვიღაც გამომწერმა რომელიც წეან გამოვაჩინე მაჩუქა 500 მილიონიანი კეტუბატი და თუ ამ ვიდეოს უყურებს მინდა მაგ გამომწერს მალომა გადაუხადო უდიდესი და ჯობია რომ ტრეიდინგით ცოტა პაუზა ავიღო შეიძლება მომავალში დავაბრუნო ისე კონტენტი და პაუზას იმიტომ ვიღებ რომ მაგ დანაკარგებით ვინერიულე მეგობრებო სიმართლე გითხრათ ძალიან ბევრი ჯერ ხო ეგ ლოსკენი ნაჩუქარი იყო და ნაჩუქარი ასე ვთქვათ წყალში გადავყარე მერე კიდევ მეგობრებო იმდენი თავარი რაღაცები წამოვარდა ტრეიდინგისთვის რომ აზრი აღარ ქონდა ნუ მან გამიფუჭა ჩემი ტრეიდინგის ეპიზოდები იმედია მიხვდით მიზეზებს და შეიძლება დავაბრუნო ისევ ეგ ტრეიდინგი ან შეიძლება დუელები დავიწყო ვაფშე მაგრამ თავარი ეგ ახლა არ არის ამ მომენტში თავარი არის ის რომ unboxing-ი გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი მოდი დავიწყოთ აი ამ 3 თაქო ლაკი ბლოკებით ეს მუტაცია ადევს მარტო დანარჩენს ტრეიტებიც მაგრამ პრობლემა არ არის სადგანაც არა არის პრობლემა დებილობები ვარდება უი ასევე ისა უნდა დამოვიწყდეს რომ მეორე მხარეზეც მაქვს ლაკი ბლოკები და ამჯერად ლოს ლაკი ბლოკები და იმედები ლაკი ბლოკებზე მაქვს ვაფშე დაკარგული არ მგონია რომ რამე წესიერი დავაგდოთ ახლა აქიდან და მართალი ვიყავი მაგრამ მესამე სართული ჩემო alt account-მა ტყუილა არ გახსნა მესამეზეც გვიქნება ახლა წესით რა ავიდეთ ამიტომ მოდი ახლა ავდგეთ ავწიოთ ჩვენი ტრაკი ავიდეთ და ვნახოთ და რა დავაგდეთ და ლოს დებიტაკოს არაფერი დავაგდეთ წესიერი და წავშალოთ და კარგით ახლა მეგობრებო მოდი გავაგზავნოთ ჩვენი კომენტარების წაკითხვა და ვისაც გინდათ რომ თქვენი კომენტარები მოხდეს შემდეგ ვიდეოში თუ არა მეორე ვიდეოში
აუცილებლად გამოხატეთ მხარდაჭერა ლაიქებით და თქვენი კომენტარებით. ასევე ბოდიში თუ ვერ მოახვედრე შემდეგ ვიდეოში თქვენი კომენტარი, მაგრამ თუ სულ ეცდებით რომ რაღაც კაი კომენტარები დატოვოთ, შანსი 0 არასოდეს არის, შეიძლება მოხდეს შემდეგ ვიდეოებში და მოხდეს თქვენი კომენტარებიც. ახლა კი დრო არის რომ გავაგზავნოთ ჩვენი კომენტარებით საკითხვა. სიმართლე გითხრათ, დიდი ისეთი კომენტარები აღარ დაგვრჩა, ცოტა დაგვრჩა, მაგრამ მაინც თხოვ ბრეინოტები გაათამაშე. ახლა ვიდეოს დასყიში მაგაზე საუბრობდი, ვათამაშე მე ბრეინოტებს. ახლა 6-7-ს გათამაშება დამთავრდა და 600 რობუქსის გათამაშების წესებზე ვისაუბრებ ცოტა ხანში. მაგრამ მეგობრებო, მაგ 600 რობუქსის გათამაშების შემდეგ ვათამაშებ ეგრევე ისევ ბრეინოტს. გათამაშება გვექნება მეგობრებო ჩემს სახლზე ყოველთვის. ხან ბრეინოტების, ხან რობუქსების. შემდეგი ბრეინოტი, რასაც გავათამაშებ, იქნება Los Chicletera, რომელიც აკეთებს 10 მილიონ წამში. და თუ თქვენ დამიხვეწავთ ჩემს სახლს ლაიქებით და გამოწერებით, მეც დავხვეწავ გათამაშებებს და უფრო უკეთეს ბრეინოტებს და უფრო მეტ რობუქსებს გავათამაშებ. სათევზაო მაქვს, აბა დავტესტოთ. აუ, ბაზა სავსე მქონია და ამ ახალი ანკეზით ვეღარ იმოშობით, ტესტავთ. ახალი არ არის ეგ ანკეზი. პროსტა რებითი ამ მქონდა 15, მაგრამ ახლა 16-ზე ვარ და მალე 17-ზე ავდივარ. რას ვიზამთ, მალე რებითი გვექნება უკვე ბოლო რებითზე ავდივართ, აი ამ აკაუნტზე. და იმედია სემი დაამატებს მეტ რებითს, რადგანაც ადგილები აღარ არის ბაზარში ფაქტობრივად. ახლა კი მოდი გადავიდეთ შემდეგი კომენტარზე და მე მგონი ბოლო კომენტარი. თემო, მოდი უნდა გაგოცო ლუყაზე. ირაკლი გიორგაძეს მიერ არის ეს კომენტარი დაწერილი. ახლა კი მეგობრებო, დადგა იმის დრო, რასაც ყველა ელოდებოდით. 600 რობუქსის გათამაშება, რომელსაც ვაწყობ მე და ახსნი აი ამ ვიდეოში წესებს და ყურადღებით უნდა უსვინოთ თითოეულ წესებს. ერთი წესიც უნდა გამოტოვოთ ფაქტობრივად, თორემ შეიძლება ტყუილა იწვალოთ და ბოლოს ვერ მოიგოთ ეს გათამაშება. მაგრამ სანამ წესების ახსნას დავიწყებთ, მინდა გითხრათ, რომ ეს რობუქსები დაიყოფა 4 ნაწილად. რაც ნიშნავს იმას, რომ გვეყოლება 4 რობუქსის გამარჯვებული და ეგ კიდევ ნიშნავს იმას, რომ ეს რობუქსები გადაეცემა 4-ვეს 150 რობუქსის სახით. ანუ თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა 150 რობუქსი, 4 გამარჯვებული გვეყოლება მარტო და გამოვა მთლიანობაში 600 რობუქსი. ახლა კი მოდი დავიწყოთ ჩემი საკუთარი წესების წარდგენა იმისათვის, რომ შანსი გქონდეთ, რომ მოიგოთ რობუქსები. პირველ რიგში 100-იანი მეგობრებო, აი 100-იანი ვიდეო უნდა გქონდეთ დალაიქებული და ჩემი არხის გამოწერილი. ეს ორი თუ არა გაქვთ გაკეთებული, რობუქსებს ჩათვალეთ ვერ მოიგებთ. შემდეგი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მაქვს მე ჩემი საკუთარი Roblox თამაში, სახელად დარგეთ ბრეინოტები. ამ თამაშის ლინკი იქნება აი ამ ვიდეოს აღწერაში და შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ თამაში და რა უნდა გააკეთოთ ახლა მაგ თამაში. მოკლედ, თქვენ გექნებათ ერთი კვირა, ზუსტად ერთი კვირა, რომ რაც შეიძლება მეტი ბრეინოტები დააინდექსოთ. ხოლო თამაშის შინაარსი არის ძალიან მარტივი, უბრალოდ ჩნდებით ბაზაზე და ბაზაზე გამოდის კვერცხები, რომელსაც თქვენ ყიდულობთ. და კვერცხი როგორც კი იჩეკება, თქვენ გეძლევათ რანდომ ბრეინოტები. და ავტომატურად ეგ ბრეინოტები შედის ინდექსში. ხოლო იმისათვის, რომ მე გავიგო, რამდენი ბრეინოტები გყავთ ინდექსში, აი კომენტარებიო დაწევთ ახლა ვიღაცა რომ მე მთლიანი ინდექსით მაქვს ყესავსი და რაღაცები, მაგას მე ვერ დავიჯერებ, აი არ დავიჯერებ მართლა. დაიცა მეგობრებო, სანამ მაგ დამტკიცებაზე ვისაუბრებ. ტოტო დასწაუნდა, ამას შეხედეთ. და რამდენი ივენთია ჩართული, შეიძლება ახლა ყველაფერი აიწყას და მინიმუმ 50 მილიონს გადაიხდის. ახლა მოწვით 15x-ი აქვს სემი ჩართული იღბალი და მაგიტო დასწაუნდა. აუ რა ჟიგარია მეგობრებო სემი. მაგრამ სანამ ეს ბრეინოტი ტრეის აიტყნოს და ჩემი აკაუნტი იყიდის, რადგანაც მე არ მაქვს ადგილები, მოდი გავაგზავნოთ საუბარი ჩემს გათამაშებაზე. მოკლედ, როგორც გითხარით, კომენტარებს მე არ დავიჯერებ. და როგორ უნდა მანახოთ თქვენი ინდექსი? აი ახლა მაგას ახლა ახსნი. მოკლედ, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ან გქონდეთ რამე სკრინშოტი ან ვიდეო, რომელშიც ჩანს თქვენი ინდექსი, ყველაზე მთავარი არის ეგ. ეგ თუ გექნება უკვე კარგად არის საქმე. და იმისათვის რომ მე ვნახო,
ან უნდა შემოვხვიდეთ ჩემ Discord server-ზე, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში და ჩაყაროთ ფოტო. ან კი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ გადაიღოთ ვიდეო, სადაც ჩანს თქვენი screenshot-ი, სადაც ჩანს რომ გაქვთ რა ინდექსი გახსნილი და რამდენი ბრეინოტი არის დაინდექსებული. მაგ ვიდეოზე ან პოსტზე ან შორტზე თაგავთ მე, ან კი დათაგვა თუ არ იცით, დამიტოვებთ კომენტარს მე რომ მიდევს ეგ screenshot-ის ვიდეო, ნახავ მაგას და დავასეივებ. გამარჯვებული იქნება ის, ვისაც ყველაზე მეტი ბრეინოტი იქნება დაინდექსებული. ასევე მეგობრებო, ბევრი თუ შეამჩნევს იმას, რომ რაღაცა ერთი და იგივე რაღაცები ვარდება ხოლმე სულ, ეგ დაივიწყეთ, რადგანაც ყოველდღე ესეთდება ეგ. What the fuck ვინც ეს ტელეფონზე? აი, თავარი ეგ აღარ არის. თავარი არის ის, რომ უნდა გისურვოთ წარმატება აი ამ გათამაშებაში და იმედია მოიგებთ და თუ მოიგებთ მოხაული ვიქნები. მოკლედ გისურვებთ ყველანაირი იღბალს რაზოლაკი რა თქვენ. დაიცა. Strawberry-ისა ჩემს სემი სერვერზე. ოპა, სემი დაზაბა უკვე. არა მგონია ჩემს რომელიმე სერვერზე დასპაუნდეს, მაგრამ ცდადგირს. იმედია დასპაუნდება. მანამდე კი unboxing-ები გვაქვს აქ. ნახეთ თან, რა სერიოზული unboxing გვაქვს სასატარებელი და არც ვიცოდი. აბა რას დავაგდებთ მანახეთ. კრაბოლი მონეტა გააჯმევინე. აი, შემდეგი აქ როლოს კომბინაციონი დავაგდოთ წესით 50-ს გააკეთებს მინიონს. არა, მეც პრინციპში 90-ზე ავა მაქსიმუმ. და სიმი უკვე 25 Strawberry დაასპაუნა, მაგრამ არ ვამოწმებ. რადგანაც პირველ რიგში შეუძლებელი არის ეგთან 25 Strawberry მარტო. და მეორე რო დაესპაუნებინა ჩემს სერვერზე, რომელიც არასოდეს მოხდება. დაეწერებოდა რომ Semis found Strawberry elephant in your server. ინგლისურად ტექსტი დამეწერებოდა ეკრანზე. და ეგ ტექსტი რომ მქონოდა, გავარდებოდი კი არა საზებნარად. აი, ყელიდან ის ხელაზე ვიყირებდი, რომ გამეხლიშებოდა ვაფშე ყელის და ხო მткиვა და ვარესად ამტკიდებოდა, აღარ მომიჩებოდა ვაფშე. და მოდი აი აქ ვნახოთ თუ რამე დასპაუნდება ჩემს სერვერზე, რადგანაც ბოლო ეს დღეებია Semi ასპაუნებს რანდომ სერვერებზე, ყველა სერვერებზე არა. და ბევრს ეშლება ხოლმე, გონია რომ Semi გლობალურად დასპაუნებს, მაგრამ ყველა სერვერებზე არ ასპაუნებს, მარტო 25-ში ასპაუნებს. და 50 მიაუ დასპაუნდაო. ეს ტრიპიტროპია ჩემი მიაუ ხახო. If you get lucky, send screenshot. რა თქმა უნდა, ჩემ ტრიპიტროპის ფოტოს ჩაუგდებ Semis Discord-ზე. და ყველაში შევდება ტრიპიტროპია იყო ბიჭო. ამანაც დაწერა ჩატში, რომ ტექსტი გამოჩნდებაო თუ ჩემ სერვერზე დაასპაუნა. აი, Semis found რაღაც ბრეინოტას ასპაუნებს ეგ ჩემ სერვერზე. რომელსაც ვერასოდეს ვნახავ. აი, მაგ ტექსტს მეგობრებო, ვერასოდეს ვერ ვნახავ მე. აი, გაჩონჩხდა. ჩონჩხის იმოჯები აბა რა ხდება? იას ნეპი, აუ. დამავიწყდა. კინაღამ ყელი მეტკინა კიდევ და კაკ დროს გავჩერდი მეგობრებო და არ გამიგზელებია ყვილი. დადგა მეგობრებო, აი იმის დრო, რასაც ყველა ელოდებოდით. აი ახლა მეგობრებო, ამ წამს დავტესტავ დუელს ჩემ აკაუნთით. და ვნახავ, მართლა ვარ გადუელი თუ არა და აუ ბაზას ოსემაქო ძმა. ეს სულ დამავიწყდა ეხლა პრინციპში დუელი თუ ექნება და მე მოვიგე, აი ეგრევე მოხდეს და მოვიგე რაღაც დუელი, ადგილი ვარ მაქვს, ვესად ვეღარ გადავა ეგ მოგებული ბრეინოტი. ამიტომ ამ ლოგიკის გამო ეხლა ადგება ჩემი ალტი აკაუნთი და გადაიტანს ჩემს ერთ ზედმეტ ბრეინოტს, რომელიც დუელის დატესტვაში მიშლის ხელს და შემდეგ დავტესტავთ დუელს. აბა მოდი ჩემო ალტო აკაუნთო და გაიტანე რომელი ბრეინოტიც გეზერმეტება ჩემ ბაზაში. და გაგვაქვს ბურიტო, რომელიც აკეთებს 21 მილიონს წამებში. ახლა მომავალში მეგობრებო, მაგ ბრეინოტსაც გაგითამაშებთ. ახლა კი ოდესაც შევარდ დუელში, შევარდებით თუნდაც ჩემი ალტი აკაუნთი, მაშინ დაგიბრუნდებით. შევარდით მეგობრებო და რა ხდება? ბრეინოტების დადება შეგვიძლია? ტოტოს დაუდებ და ჩემი ალტი აკაუნთი პუფას დადებს. მაგრამ მოგებული ჯილდოს მართლა არ იღებს, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ტესტი. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს დუელი ტარდება ტესტის მიზნით და არანაირი სხვა მიზანი არ მაქვს. და ამ ტესტს როგორც კი მორჩებით, აი ამ დუელის დატესტვას, მაშინვე დაგემშვიდობებით. მანამდე უნდა წინასწარ გეტყვით. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ და ასევე გამოეწერეთ ჩემი არხი. და ეს რა მაგარი UI არის. თქვენთან იყო რაზორებალი და აი ამ დუელის დატესტვის შემდეგ გემშვიდობებით და ვაფშე სხვა ბრეინოტები არ არის აქ. მარტო ის არის, რაც ჩვენ დავდეთ და ძალიან მაგარია. მოდი აბა წავიღოთ. და
ეს როგორ უნდა მოვიგოთ, თითქმის უნდა ვეჩხუბოთ რაღაცეები თუ როგორ არის ვერ ხვდები. ასევე დივაისების ჩანს ზევით თუ მოთამაშე რა დივაისით თამაშობს. მაგალითად მე მიწერია რომ იასნა კომპიუტერით თამაშობ და როგორ ჩანს ქულებს იღები ბრეინოტების ბაზაში შეგდებით და ქულა სადამდე არის ეგეც არ ვიცი და თან როგორ ჩანს ყველანთვის გამოყენება შეგიძლია. კარგი არის ეს PvP-ში ადრე მარტო ბიტების რაღაცების გამოყენების უფლება გქონდა, მაგრამ ეს ახლა PvP-საცებს მაგრა შეცვლის. ახლა ჩვენი ჯერია და ახლა მეგობრებო დავტესტავთ იმას თუ სადამდე გვექნება ქულები და როგორ გადავად ჩვენი ბრეინოტი ჩვენ სერვერზე. და უფრო კარგად რო ახსნა, როგორ გადავად ჩვენი ბრეინოტი ჩვენს ბაზაში, უფრო კარგად რო გაიგოთ. და მე ვფიქრობ, რომ ანგარიში იქნება 5-მდე რადგანაც უფრო დიდი ხანი იქნება, PvP მის უფრო გასართობი იქნება და მუღამი იქნება. იმედია ეგრეც იქნება, რადგანაც თუ დიდი ხანი იქნება, PvP ნიშნავს იმას, რომ ჩემი ვიდეოების თუ დუელები გადავიწყე, ანუ PvP-ები, აუ ჯერ ეგეთი ძაღლე ვიყებს და მეორე აღმოაჩინე ის რომ 3-მდე ყოფილა ეს დუელები, 3-მდე. აი დავრეთუნდეთ, კინაღამ დავაჭიდე. პაბლიკ სერვერებზე რატო გადავყავარ ამ თამაშს? გული გამისკდა ძმა, პრაივეტზე გადავიყვანოთ. კიდე ისმინა, ეხლა ვიღაცა მახიჯვა ბეკონება მოვიდნენ და ბაზა გეუტანოთ. რო გლიფონეს ხვებს და თვითონ უსწორდებათ მე რო იპარავენ. მაი მაგნაირებს. ფიქრობ მაგნაირებს არ უნდა აღისოთ კაი ბრეინოტები, ვინებიც გლიფავენ. ახლა კი შევიდეთ და ვნახოთ თუ პრაივეტ სერვერზე მაქვს ბრეინოტი. შემოვიდა ჩემი ალტი აკაუნტიც და კი მეგობრებო მართლა მაქვს. ალტ აკაუნტზე პაფალი აღარ მყავს, მაგრამ აი აქ მყავს. ნუ მოკლედ წერა წინასწარ დაგემშვიდობეთ, ამიტომაც კარგად იყავით.
dois, dois, três, quatro. あなたにとって幸せは何も起きない日々穏やかに私が寄り添うことボスエボサノバ柔らかな指で奏でるあなたを包む空気や光になれるならば私にとって悲しみはあなたが語らない触れられぬ過去に残る想いボセボサノバしなやかな指で奏でる二人の歌を連れ去る嵐が来ないようにいつまでもこのままでずっと話して